მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. თავი არ უნდა მოვიტყუოთ რეჟიმის სისუსტე არ ნიშნავს მისი სწრაფ დამარცხებას. ჩვენი ბრძოლა დემოკრატიული სახელმწიფოს დასაბრუნებლად ხანგრძლივია და მოითხოვს მოთმინებას, გონივრულ ნაბიჯებს და მშვიდობიან წინააღმდეგობას. ამის შესახებ განცხადებას პარტია გახარია საქართველოსთვის ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქართული ოცნების ძალაუფლება ძალადობაზე, ეკონომიკურ ზეწოლასა და კონტროლზეა დამყარებული. ქართული ოცნება დღეს ქვეყანას სახელისუფლებო პასუხისმგებლობებით ვეღარ მართავს. მისი ძალაუფლება ფაქტობრივად მხოლოდ ძალადობაზე, ეკონომიკურ ზეწოლასა და კონტროლზეა დამყარებული და ეს ძალაუფლება ოპონირებასაც კი ვეღარ უძლებს. ტროტუარზე დგომის გამო მოქალაქეების დაკავება არა რეჟიმის სიძლიერეზე, არამედ მის სისუსტეზე მიუთითებს. ხელისუფლება კრიტიკულად განწყობილ საკუთარ მოქალაქეებს საზოგადოების ნაწილად აღარ აღიქვამს და მათ ექცევა როგორც პირად მტერს. დღეს ოცნების კვაზი მართლმსაჯულება კანონს აღარ ემსახურება, ის პოლიტიკური შიშის ინსტრუმენტად არის ქცეული განსხვავებული აზრის დასასჯელად, ნათქვამია განცხადებაში. სანდრო დარახველიძეს შეუძლია ევროპელ ბიუროკრატებთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ძალიან თამამად ისაუბროს. ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეკითხვას იმის შესახებ, რომ გაეროში საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ განხილვებში მონაწილეობას შინაგან საქმეთა მინისტრის სანქცირებული მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე მიიღებს. თქვენ იცით, რომ ეს სანქციები არის სამარცხვინო და თავად ეს სანქცია, რომელიც დაწესებულია ამ ღირსეული ადამიანის მიმართ, არის ადამიანის უფლებების დარღვევა. აქედან გამომდინარე, სანდრო დარახველიძეს შეუძლია ძალიან თამამად ისაუბროს ევროპელ ბიუროკრატებთან ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, განაცხადა კობახიძემ. ამასთან პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომ ფინური საგამოძიებო მედიის ცნობით ქართული კომპანიები ჩართულები არიან რუსეთისთვის სანქციებისგან დახმარების პროცესში. კობახიძის თქმით, საქართველოს სანქციებისთვის გვერდისავლისთვის არ გამოიყენება. როდესაც საუბარია თქვენს მედია საშუალებებზე, რა თქმა უნდა, სიცრუე არის თქვენი ხელწერა, რომელი ფინური, BBC და ფინური საგამოძიებო ჩემთვის ერთი და იმავეა, განაცხადა კობახიძემ. JD Vance ჩამოდის მშვიდობის გასამტკიცებლად და ამიტომ ვერ მოხვდა საქართველოს მარშრუტში. რაც შეეხება ტრანზიტს, დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატები თავისი რეგიონული პოლიტიკის განსაზღვრისას ჩამოყალიბდება ამ საკითხებში საქართველოს როლზეც. ამის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატმა თენგი შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ისეთი რაოდენობით ტვირთებზეა ლაპარაკი ზანგეზურის დერეფანი, რომ ვერ გაატარებს და საქართველოს მაინც იქნება ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო ჰობი. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი JD Vance აზერბაიჯანსა და სომხეთს თებერვალში ეწვევა, რათა სამშვიდობო ძალისხმევისა და ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის განვითარებას ხელი შეუწყოს. ამ ბრძოლაში ჩემს თავს ნებისმიერ ადგილას ვხედავ, სადაც საჭირო ვიქნები საფრთხეების გამო არ ბრძოლა არის მარცხი და ახლა იმ მდგომარეობაში არ ვართ, რომ მარცხისთვის ვიყოთ მზად. ეს განცხადება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივით არგამაძემ გააკეთა, რომელმაც რუსთავის სასჯელ აღსრულების მე-12 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ის 7 თვის განმავლობაში ობობას ელაპარაკებოდა, ახლა ადამიანებს დაელაპარაკება. გაერკვევა რა და როგორ ხდება და კონსულტაციებში ჩაერთვება. თარგამაძის შეფასებით რეჟიმი ბევრად მოწყვლადია. არც ერთ პარტიულ ლიდერშიპს არ წარმოვადგენ, მაგრამ კონსულტაციებში ჩავერთვები და ჩემს იდეებს მივაწვდი. 7 თვე ობობას ველაპარაკებოდი, ჯერ ადამიანებთან დავილაპარაკებ, გავერკვევი ზუსტად რა და როგორ ხდება, აცხადებს თარგამაძე. გამორიცხულია ქართულმა ოცნებამ გამოასწოროს არსებითი პრობლემები, რომელიც გვაქვს და რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სიღარიბეში ტოვებს. ამის შესახებ პარტიის ფედერალისტები ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო კირთაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში პოლიტქალაქი განაცხადა. მან სურსათის ფასების დარეგულირების საკითხზე ხელისუფლების პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს არის ფარსი, რომელიც ახლა ქართულ ოცნებას პიარისთვის სჭირდება. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ისეთივე სიყალბეა, როგორც ახლა სასურსათო ფასების დაწევის საკითხი. თუ კაცს ტროტუარზე დგომის გამო აკავებდა პოლიტიკოსებს პოლიტიკური განცხადებების გამო, მეორე ხელით საჯარო დისკუსიას ვერ გახსნი. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ირაკლი პავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განმარტებით, ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის მზად იყო ხელისუფლებასთან საჯარო დებატებისთვის, თუმცა ხელისუფლება არ თანხმდებოდა. ამასთან პავლენიშვილის შეფასებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დებატებში მონაწილეობა ბევრ რამეს შეცვლიდა. მისი განმარტებით, არც ჯერა არც იმის, რომ ხელისუფლება სურსათზე ფასების დაწევა ან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სურს. საქართველოს დარჩა მთავარი პროცესების მიღმა ივანიშვილის რუსულ მაფიოზურ სტრუქტურაში. როცა ჩვენი მეზობლები საკუთარი ქვეყნების მშვიდობაზე ზრუნავენ, საქართველოს რეჟიმის მთავარი საზრუნავია ტროტუარზე დგომისთვის გაშმაგებით ხალხის დაჭერა. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება სომხეთსა და აზერბაიჯანში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ JD Vance-ის დაგეგმილ ვიზიტს. როგორც ხატია დეკანოიძე აღნიშნავს, სომხეთი და აზერბაიჯანი საბოლოოდ ეხსნებიან რუსეთს და ამერიკული ინტერესების ინვესტიციების უდიდესი შანსი ეძლევათ.
პროკურატურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო. ინფორმაციისთვის, აღნიშნული მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დღეს დილით საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლსასროლი იარაღით მეყენებული ჭრილობით გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა და წერილი, რომელიც გვერდითა სავარძელზე იქნა ნანახი. მიმდინარეობს შესაბამისი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, ნათქვამია ინფორმაციაში. 30 იანვრამდე დასავლეთ საქართველოში შედარებით თბილი, უნალე ქოდაქარიანი ამინდი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით თბილისში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. აირის ტემპერატურა ღამით -1+1, დღისით +3+8 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში უნალე ამინდი იქნება. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი. აირის ტემპერატურა ღამით +7+9, დღისით +16+18 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში უნალე ამინდი იქნება. იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი. აირის ტემპერატურა ღამით +6+8, დღისით +15+17 გრადუსი დაფიქსირდება. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. კრემლი დადებითად აფასებს აბუ-დაბიში რუსეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა: "მე არ ვითხოვდი, რომ იქ რაიმე მეგობრულობა იყო. ამ ეტაპზე ეს ნაკლებად სავარაუდო იყო. შეცდომა იქნებოდა პირველი კონტაქტებიდან მაღალი შედეგების მოლოდინი. დღის წესრიგში რთული საკითხებია, მაგრამ თუ მოლაპარაკებების გზით რაღაცის მიღწევას ვცდილობ, კონსტრუქციულად უნდა ისაუბრო", აღნიშნა პესკოვმა. მისი თქმით, რუსი მომლაპარაკებლები იცავენ ქვეყნის ინტერესებს და მუდმივად აწვდიან ვლადიმერ პუტინს ინფორმაციას მიღწეული შედეგების შესახებ. პესკოვმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება მომავალ კვირას არის დაგეგმილი, თუმცა აღნიშნა, რომ მოსკოვი საჯაროდ არ განიხილავს ამ შეხვედრებზე წამოჭრილ ცალკეულ თემებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ზამთრის შტორმისგან გამოწვეული ძლიერი ყინვის გამო სულ მცირედ 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით ადამიანები დაიღუპნენ კანზასში, ნიუ-იორკში, ტეხასში, ლუიზიანაში, მიჩიგანსა და ტენესში. ყინულისგან გამოწვეული დაზიანების გამო 800,000-ზე მეტი ადამიანი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გაუქმდა 17,000-ზე მეტი ავიარეისი. ვირჯინიასა და კენტაკის შტატებში ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გზებზე ავარიის ასობით შემთხვევა დაფიქსირდა. შტატების თითქმის ნახევარმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სკოლებმა დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესი გააუქმეს ან დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან გონივრული იქნებოდა ბოდიში მოიხადა ნატოს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის მის მიერ გაკეთებული კომენტარის გამო, რომ ავღანეთში ალიანსის მისიებში მონაწილე სხვა ქვეყნების მებრძოლები ფრონტის ხაზის განმოშორებით იმყოფებოდნენ. პისტორიუსის თქმით, ტრამპის კომენტარები უხამსი და უპატივცემულობის გამომხატველი იყო. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოდიშის მოხდა წესიერების, პატივისცემისა და კეთილგონიერების ნიშანი იქნებოდა, მაგრამ ყველამ ვიცით, როგორ მოქმედებს ამერიკელი პრეზიდენტი, დასძინა პისტორიუსი. მისი თქმით, სიტუაციას ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ პიტ ჰექსეტთან განხილავს, როგორც კი მას შეხვდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში ზამთრის შტორმმა ძლიერი თოვლი და ყინვა გამოიწვია, რის გამოც ასობით 1000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა და 1000-ობით ავიარეისი გადაიდო. ზამთრის შტორმთან დაკავშირებით გაფრთხილება შეერთებული შტატების აღმოსავლეთ მესამედის უმეტესი ნაწილისთვის გამოცხადდა, რომელიც 118 მილიონ ადამიანს მოიცავს. ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მგზავრების ფართომასშტაბიანი ხანგრძლივი შეფერხებები იწინასწარმეტყველა. თოვლის, ყინულისა და ქარის ძლიერმა ტალღამ განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა საჰაერო მიმოსვლას, რის გამოც მსხვილი ავიაკომპანიები იძულებულნი გახდნენ კვირას დაგეგმილი 11,000-ზე მეტი რეისი გაეუქმებინათ. ამასთან უკვე გაუქმდა დღეისთვის დაგეგმილი სულ მცირე 2500 რეისი. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.